ნახეთ სადავარ, ეხლა ვარ ღულელებში, პირდაპირ ტყესთან, აი საბადურის ტყეა, კიდევ უკვე აქ ორი კოტეჯია აშენებული. აი ნახეთ კიდე ახალი კოტეჯები ვით აშენებული აქ ჩოლობრივად მოსახლეობა. და ეხლა ვარ უშუალოდ ნაკვეთის წინა, აქ არის ნაკვეთი 2900 კვადრატულია. პირდაპირ ტყის პირზე, აი მიყენია მანქანა თუ გამოჩნდება, იქამდე არის სამანქანო გზა. აქამდე მინდორია და სამანქანო გზა მოსაყვანდა. დიდი ალბათობით ვინაიდან კოტეჯები დგას, ანუ ალბათ იზრუნებენ, ან დენის მეუყვანეთ უკვე, იზრუნებენ ალბათ ესენის და რავი, აქ ვინც იყიდის, ანუ აქ ეს გაყიდულია კიდე გვერდზე და ანუ რა ქვია, ერთიანი ხარჯებით მე მოხლეშოთ, მაგრამ ტრაქტორს მოსწორებინათ, ანუ სამანქანო გზა შემოა პრობლემა არ არის. და ზედ საბადურის ტყესთან, სოფელ ღულელებში იყიდება ნაკვეთ წყალზე, ხა არ ვიცი, არ მიკითხია, უნდა დავაზრდო და დავაზრდები ელექტროთალ წყლის თემა როგორ არის, დიდი ალბათობით წყალი სოფელს უნდა გქონდეს, ახლოში იქნება ალბათ ბასეინები ტყესთან, თუ არა და ჭაბურღილი იქნება საჭირო. და ეხლა შემოდის გაზი, აი ხო მალე, ძალიან მალე. ძალიან ახლოა თბილისთან, აქამდე არის მაქსიმუმ 30 კილომეტრი კლდანიდან. აი პირდაპირ აი ნახეთ, აი ტყე, საკოკო ტყეა, აქ მოსახლეობა აღარ არის, პირდაპირ ტყეში შედიხარ საბადურის ტყესთან ახლოს, აი ნახეთ, ძალიან მაგარი ადგილი, აი ნახეთ, ორი ხედებია. აგა ნახოთ, რა შემოხედები. აი ძალიან მაგარია და რაც შეეხება უნდა დავაზრდო ნაფასი და გეტყვით მე. აი ნახეთ სოფელი და გარე განათებაც კი არის, აი ნაკვეთთან, აქვე. გარე განათებაა გაკეთებული. წყალი არის, ეხლა გავარკვიო, წყალი არის და გაზი შემოდის ეხლა. აი შევნახე, სულ აგარაკები არის, აი. აი ეხლა გზაზეც ვიკითხე და აი ეს გრუნტიანი ჩაუბრუ გზა, წვიმაშიც კი მოხვა ხლეშიანია, მაგრამ პროექტია და გზაც ეგება რა და გარე განათებას კი ხედავთ. აი აქ შორიდან უფრო გამოაჩენ, აი ეს ნაკვეთები რო გადავხსნა, ეგით არის და აი ნახეთ, პირდაპირ ტყის პირზეა ნაკვეთები, პირდაპირ საბადურებთან.